აბა ბავშვებო, ჩაიწერეთ განსაზღვრება. B რიცხვის ლოგარითმი A ფუძით ეწოდება ისეთ x ხარისხს, რომელშიც უნდა ავიყვანოთ A ფუძე, რათა მივიღოთ B რიცხვი. დათო, შენც გრძნობა მსუნს? ის რომ ვაღებ, გონია რომ რაღაც მჟავა პირდაპირ ფილტვებში ჩამდის და შიგნიდან წვავს. მე ვისთვის ხსნი ამას? რაზეც ლაპარაკობთ ლოგარითმზე უფრო მნიშვნელოვანია? ნუ ხმაურავთ თორე გაგყრით ორივეს კლასიდან. ახლა რა შეეხება? გონი მასწავლებლის პირიდან მოდის სუნი. რამდენჯერაც ამოისუნთქა, იმდენჯერ ფილტვებმა სპაზმი მომცა. გონი ინსულტი მემართება. მე თქვენ რა გითხარით? ახლა ორივე ადეკით და გადით კლასიდან. ვაიმე, ბავშვია, ცუდად ნიშადური მოიტანეთ ვინც ხამ. რავი, აი ესე ველაპარაკებები და უცებ გული წავიდა. ისა, რელა, ცოტა დამაგვიანდება სახში. მოსწავლე გაგვიხდა ცუდად. მე მგონი უჭმელობისაგან გული წაუვიდა. და ცოტა გვიან მოვალ. ვაიმე, გაიციეთ ბატონო რა. თუ რა სონია მოგდით პირიდან, გეკორება რაღაცა ჭამე და იმ რაღაცასაც საკაქტებ წხებერი ხონდა და ჭამვიდა. მე დამსახურებული პედაგოგი ვარ. რანაირად მელაპარაკები, ქუჩის ბიჭი კი არა ვარ. თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში წუხდები კიდე, შეგიძლია ტაქსით იარო. ყველას ტაქსით სიარულის ფული სადა გვაქვს? უზრდელი ხისთავიანი კაცი. კაი, დამშვიდით, ნუ ჭყუბობთ. კაცი ხარ დაუთმე, ქალია. მარა ისე, საწყენად არ მიიღო, მეგობა რომ სახში რომ მიხვალ მაინც კბილები გამოიხეხი რა. სუ გაგიჟდა ეს ხალხი. დღეს ძალიან ცუდი დღე მქონდა. ალბათ ის ბავშვი ცუდად რო გახდა ჩემი ბრალია. ძალიან მკაცრად მომივიდა. ინერვიულად და გული წავიდა. უჭმელობის იმპორს არაფერი არ ეთხოვოდა. ხვალ მამას ერგისთან წავალ და მოვინანიებ ამ ცოდვას. ახსარება უნდა ჩავაბარო. მამაო, მძიმე ცოდვა მაწევს. ბავშვს გაუბრაზდი სკოლაში, ძალიან უხეშად მომივიდა და გული წაუვიდა. შენი ცოდვები არ ვიცი, მაგრამ შენი სუნთქვა ნამდვილად საიქიოდან მოდის. რას გულისხმობთ, მამა სერგი? იმას შვილო, რომ შენი პირიდან მომავალი ოხშივარი უფრო სწრაფად მიიყვანს ადამიანს ღმერთთან ვიდრე ნებისმიერი ლოცვა. ეს წყევლასავითაა, რომელმაც ფიზიკური ფორმა მიიღო. ეს განსაცდელი ხომ არ არის ზეციდან მოვლინებული. განსაცდელი ჩემთვისაა აქ, რომ მზივარ, აი ნაკურთხი წყალი გამოივლე და ლოცვილი იყავ და პირი არ გააღო, სანამ ეკლესიის ეზოდან არ გახვალ. კეთილო ადამიანო, გაიღე მოწყალება, დამეხმარე. ორი დღე ნაპოლეონი არ მიჭამია. მოპატიე, ფული არ მაქვს, მაგრამ მე შემძლია დაგლოცო. ღმერთმა კარგად ჯამთელად და ბედნიერად გამყოფოს. ეს რა არის? რა სიმსუბუქე სამგრძნო? შენ მე გამათავისუფლე. აი დიდება შენ და ღმერთო.